წმინდა ღვთისმშობელმა, რომელსაც ღვთის განგებით დაევალა საქართველოს მფარველობა, ქართველი ერის მოქცევისათვის, მისი სარწმუნოებაში გამტკიცებისათვის უპირველეს ყოვლისა გამოაგზავნა ანდრია პირველწოდებული და მასთან ერთად მოციქულთა ჯგუფი, მოციქული სვიმონ კანანელი, მატათა, ასევე იქადაგეს საქართველოში მოციქულებმა ბართლომემ და თადეოსმა. მეოთხე საუკუნეში ღვთისმშობელმა გამოგვიგზავნა წმინდა ნინო, რომელმაც დაასრულა მოციქულების ღვაწლი, პირველ საუკუნეში დაწყებული და ქრისტიანობა გახდა საყოველთაო აღსარებლობა ჩვენი ერისათვის. და აი უკვე მე-6 საუკუნეში ქრისტიანული ქვეყანა საქართველო შეიძლება ითქვას კიდევ ერთხელ გაბწყინდა და კიდევ უფრო მაღალ სულიერ საფეხურზე ავიდა ასურელი მამების ჩამოგზავნებით. და აი ასურელი მამების გამოაგზავნა საქართველოში ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა. იოანე ზედაზნელს ჰქონდა გამოცხადება, რომ მას უნდა შეეკრიბა, გამოერჩია 12 მოწაფე. ეს იყო ღვთისმშობლის გამოცხადება და 12 მოწაფესთან ერთად უნდა ჩამოსულიყო საქართველოში. აი ასე მოხდა 13 ასურელი მამის გამორჩევა და გამოგზავნა საქართველოში. მათ მთელი საქართველო მოფინეს ანგელოზებრივად ცხოვრები ადამიანებით. მათ ათასობით მოწაფე გაუჩნდათ და მთელი საქართველო სულიერად ამაღლდა, გამტკიცდა, გაძლიერდა და არა მარტო მე-6 საუკუნეში. აი დღემდე მათი სავანეები არის ჩვენი სულიერი ციხესიმაგრეები. მაშინაც კი, როცა იდევნებოდა სარწმუნოება, ჩვენი ხალხი მოდიოდა ამ წმინდა ადგილებზე და გრძნობდა იმ დიდ სულიერ ძალას, რომელსაც გვანიჭებენ ეს დიდი წმინდანები, დიდი ღირსი მამები. მათი მფარველობა, ზეციური მფარველობა ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოსთვის. და ჩვენ დღეს განსაკუთრებით მადლობთ მათ, რომ გარდა იმისა, რომ საუკუნეების მანძილზე გვიცავდნენ ჩვენ აი ამ მე-20 საუკუნის დიდი განსაცდელის ჯამს, როდესაც იდევნებოდა ეკლესია, მათ გადაარჩინეს ჩვენში სულიერი ძალა და დღეს ჩვენ ვხედავთ, ხდება სამონასტრო ცხოვრების აღორძინება. სამონასტრო ცხოვრება ეს არის სულიერი ცხოვრების წინა ბრძოლი, ასეთი ქრისტიანები, წინამბრძოლნი, რომელნიც უპირველეს ყოვლისა იბრძვიან სიწმინდისათვის, რომელნიც ყველაზე დიდ განსაცდელებში არიან, რადგანაც ისინი ცდილობენ, რომ უფლის ცნება სრულყოფილად აღასრულონ. და ამას სჭირდება უარყოფა საკუთარი თავისა, ჯვარცმა საკუთარი ადამიანური სურვილების უარყოფა და აი ამ უამრავი დათმენა, უამრავი წუხარებისა, ტანჯვისა, უდრტვინველად დათმენა. და აი ამ დიდი მოწამეობით, ამ დიდი მოსაგრეობით გაბწყინდნენ ჩვენი მამები და რაც უფრო დიდი იყო მათ მიერ ტანჯვათა, ჭირთა თმენა, მით უფრო მეტი იყო ის მადლი, რომლითაც ისინი იმოსებოდნენ და რომლითაც გვავსებდნენ ჩვენ. შიომღვიმელი ბრძანებდა, რომ მოიძულეთ განსვენება და შეიყვარეთ ჭირიო. ესე იგი, აი ამ ჭირის სიყვარული ნიშნავდა ადამიანის მიერ უამრავი ტანჯვის, დათმენას, უდრტვინვალ დათმენას. და აი ჩვენ მადლობთ ამ დიდ მამებს, რომელთაც მიბაძეს ქრისტეს და ქრისტეს მსგავსად ჯვარს ეცვნენ ჩვენთვის, რომ ჩვენ გამოვეხსნეთ ტანჯვისაგან და მწუხარებისაგან და აი მათი დიდი ღვაწლით, მათი დიდი ლოცვით ჩვენ გვენიჭება მადლი სულისა წმინდისა.
ღირსი ანტონი 13 ასურელ მამასთან ერთად ჩამოვიდა საქართველოში. წმინდა იოანე ზედაზნელის კურთხევით ანტონი კახეთს დაემკვიდრა საქადაგებლად. მისმა მადლმოსილმა ლოცვამ და სასწაულებმა უამრავი ხალხი მიიზიდა. ანტონმა მათთვის ეკლესია ააშენა ალაზნის გაღმა. თვითონ კი მივარდნილ ადგილას დაეყუდა სამოღვაწეოდ. იგი მუდამ თანატარებდა მაცხოვრის ხელთუქმნელ ხატს. ღირსი მამა დღედაღამ ლოცულობდა სასწაულმოუთმედი ხატის წინ და ღვთისმშობლის წილხვედ ქვეყანას ავედრებდა უფალს. იგი ჩამობრძანდა საქართველოში და მასთან ჰქონდა მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატის ხელთუქმნელი ასლი, სასწაულთმოქმედი ასლი, რომელიც ღვთის განგებით იქნა დამარხული მონასტრის ეზოში და დრომდე სანამ უფალი ინებებს იგი დაფარულია და ალბათ დადგება ჟამი, როცა უფალი ინებებს, როდესაც ეს ხატი გამოგვიჩნდება ჩვენ და კიდევ ერთხელ მოგვანიჭებს იმ დიდ სულიერ ძალას, რომელსაც ანიჭებდა იგი ანტონ მარტყოფელის მოღვაწეობის ჟამს. ანტონ მარტყოფელისა და ასურელი მამების მოღვაწეობით საქართველოში აღორძინდა სამონასტრო ცხოვრება. თქვენ იცით, რომ სამონასტრო ცხოვრება ეს არის ანგელოზებრივი ცხოვრება დედამიწაზე. ყოველი ჭეშმარიტი ბერი და მონაზონი არის ტაძარი სულისაწმინდისა და როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, ვინც მოიპოვებს სულიწმინდის მადლს, მის გარშემო ათასები ცხონდებიან. ეს არის ის ძალა, რომლის გარეშეც შეუძლებელია ადამიანის სულიერი თუ ფიზიკური ჯანმრთელობა, შეუძლებელია მისი წინსვლა, მისი განვითარება, მისი სრულყოფა. ეს არის ძალა და მადლი ღვთისა, რომელიც ენიჭება მხოლოდ მას, ვინც ცდილობს იცხოვროს სიწმინდეში და რაც უფრო მეტად ცდილობს ამას ადამიანი, მით უფრო მეტად ივსება იგი ამ მადლით. აი ამიტომაც ასეთი ადამიანების არსებობა ეს იყო ჩვენს ქვეყანაში მადლის გამრავლება, ეს იყო ქვეყნის სულიწმინდის მადლით აღსება, მათი ლოცვით ყოველგვარი ბოროტება განიდევნებოდა, მტერი უკუ იქცეოდა, უძლურნი განიკურნებოდნენ. წმინდა ანტონის სახელი მახლობელ სოფლებს მოეფინა. მასთან აუარებელმა ხალხმა იწყო სიარული. ბევრს ისე მოეწონა მისი ცხოვრება, რომ იქვე დარჩა სამოღვაწეოდ. მამა ანტონმა მათთვის მონასტერი ააშენა. თვითონ კი მთის მწვერვალზე, სვეტზე დაეყუდა და იქ მოღვაწეობდა 15 წლის განმავლობაში. და დღემდე მათი ლოცვით დღემდე დაცულია საქართველო. მრავალ გასაჭირს გაუძლო და დღემდე მოვიდა, გადარჩა და რასაკვირველია დღეს, როდესაც ერი კვლავ უბრუნდება თავის სათავეებს, თავის ფესვებს, უბრუნდება იმ ცხოვრების წესს, რომლის საშუალებითაც კვლავ აღორძინდება სულიერი მადლი, სიწმინდე ჩვენს ერში, რასაკვირველია ამ მადლის აღორძინება კვლავ გამოიწვევს ერის გაჯანსაღებას, ერის გამთლიანებას. და აი ჩვენ დღეს განსაკუთრებით ვევედრებით ღირს მამას ანტონ მარტყოფელს, რომ მან მოგწეს ძალა იმისა, რომ ყოველი ჩვენთაგანი ჭეშმარიტ გზაზე სულელობისას იყოს მტკიცე და შეძლოს აღსრულება ღვთის ნებისა, შეძლოს რომ ძლიოს საკუთარ ვნებებს, საკუთარ უძლურებას და გახდეს ტაძარი სულისაწმინდისა. ჩვენ ღრმად გვწამს, რომ მისი ლოცვით დღეს ძლიერდება და ილოცება სრულიად საქართველო.
ღირს მამას უფლისაგან წინასწარ ეუწყა ხორცთაგან განსვლის დღე. მოუწოდა მოწაფეებს. უკანასკნელად დაარიგა და აკურთხა ისინი. თვითონ კი ხატის წინ დაჩოქილი აღესრულა. ღირსი ანტონის გვამი სვეტიდან ჩამოასვენეს და მის მიერ დაარსებულ მონასტერში დაკრძალეს ღვთისმშობლის ხატის წინ. თქვენ იცით, რომ ანტონ მარტყოფელის სახელობის მონასტერი დღეს არის დროებითი რეზიდენცია ჩვენ აფხაზეთის, ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიისა და ეს იმას ნიშნავს, რომ ღვთის განგებით აფხაზეთისათვის ლოცვა, აფხაზეთის აი ამ დიდი ჩვენი ტკივილის განკურნება ღვთის განგებით დაევალა ანტონ მარტყოფელს და განსაკუთრებული მფარველია იგი აფხაზეთისა, განსაკუთრებული მფარველია იგი სამაჩაბლოსი, რადგანაც თქვენ იცით, რომ აი სწორედ ამ მონასტრის წინამძღვარი წარსულში დღეს ბრძანდება ნიქოზისა და ცხინვალის, ანუ სამაჩაბლოს მხარის მღვდელმთავარი, ყოვლად უსამღვდელოესი ეპისკოპოსი ისაია, რომელიც სწორედ აქედან იყო არჩეული, ამ მონასტრის წინამძღვრობიდან იყო არჩეული ეპისკოპოსად და ეს იმას ნიშნავს, რომ ანტონ მარტყოფელი ზრუნავს არა მარტო აფხაზეთზე, არამედ მან სამაჩაბლოსაც გაუგზავნა და თავის რჩეული ბერი და დაუდგინა ის ეპისკოპოსად და დღეს სწორედ აი მეუფე ჩვენთან ბრძანდება. იგი ამით გამოხატავს ერთის მხრივ მადლიერებას მისი მფარველისადმი, ანტონ მარტყოფელისადმი, რომელიც მფარველობდა მას, როცა იგი აქ მოღვაწეობდა წინამძღვრად და მფარველობს დღესაც და გამოხატავს ასევე იმ რწმენას, რომ ჩვენ გაერთიანებული ლოცვით ანტონ მარტყოფელის მიმართ სამღვდელოება და ერი დავაჩქარებთ. დაგვიჩქარებს ჩვენი ზეციური მფარველები და აჩქარებენ ჩვენს აფხაზეთში დაბრუნებას. ეს მონასტერი, მარტყოფის მონასტერი აღორძინდა მეუფე იობის წინამძღვრობის პერიოდში. თქვენ იცით, რომ სულ რაღაც 10-15 წელია, რაც დაიწყო მისი უწინესობის ლოცვა-კურთხევით სამონასტრო ცხოვრების აღორძინება და ეს უდიდესი სავანე, ეს უდიდესი სიწმინდე, რომელიც დღეს უკვე მოქმედია და დღეს აღორძინებულია, აი თავიდან როცა უმოქმედო იყო, აი აქ პირველად მეუფე იობმა დაიწყო მოღვაწეობა, აღორძინა ეს მონასტერი და შემდგომ შეიძლება ითქვას, რომ ანტონ მარტყოფელმა დალოცა იგი ასევე სამღვდელმთავრო მოღვაწეობის გზაზე. ესე იგი სხვა დროს იყო ძლიერი ყინვები ხოლმე და ჩვენ ესე იგი პირველ წელს, მეორე წელს როცა მე აქ ვიყავი და მეუფე როცა მობრძანდებოდა და ატარებდა ამ დიდებულ დღესასწაულს, მაშინ ღამისთევით ჰქონდა ხოლმე. და ესე ძალიან ძლიერი ქარი იყო, დიდი თოვლიც იყო, ქარბუქი იყო საშინელი, ესე იგი წმინდა გიორგის ტაძარში ჰქონდა მაშინ ჩვენ წირვა. და ცეცხლი კიდე თოიქა ღუმელი ჰქონდა, მაგრამ ვიყინებოდ ყველანი გაყინულები ვიყავით. ციოდა, ძალიან ციოდა და ესეთი ლოცვის მერე, საღამოს ლოცვის მერე მამუკა მაშინ მორჩილი იყო, მეც მორჩილი ვიყავი მაშინ და ეხლა მამა მიქაელი არის მამუკა, შიომღვიმის მონასტრის წინამძღვარი არის და შედვართ და რაღაცა ღუმელთან ცოტა ახლოს ვცდილობთ რომ ვიყოთ და უცებ მეუფე გვეუბნება რომ დაგვაგვიანდაო, შუაღამე არის, ესე იგი მონასტერში ვარ, ცივა და დაგვაგვიანდაო და მე და მამუკამ გადავხედეთ ერთმანეთს, სად დაგვაგვიანდაო კაცო აგერავად. ხო და ვიცხო დაგვაგვიანდაო და ყველა ეს შეძებული ხალხი ამ ხარბუქში, თოვლში გამოგვიყანა მეუფემ, შემოვუარეთ სამჯერ გალობით და ესე იგი როცა უკან დავბრუნდით ტაძარში იქ ძალიან მციროდა და რომ დავბრუნდით ამ სიცივიდან, ესე იგი ამ ყინვიდან რომ შევედით, როგორ თბილაო ვიზახავდით, დავბრუნდით უკან.
ეს გვინდოდა მამა ანტონის სახელზე რო გახსნილი. არ არის ის სახელობის ტაძარი. გაიხსნა კიდევაც მე. არის არაჯერ ოქრეთი. ხოზებაში თქმა არის, ნაკურთხია. შეგეძლოს მამა ანტონი. აი აქ ასეთ სუსხიან, ასე ვთქვათ, ჟამს ინება ღმერთმა რომ გაეყვანა ამ სოფლიდან ანტონ მარტყოფელი, ასეთი იყო მისი ცხოვრება, მკაცრი, თავის მიმართ, ასკეტური და აი ასეთი ასკეტურ, ასე ვთქვათ, ჟამს, მკაცრ ჟამს გაიყვანა უფალმა და მე მინდა ვთქვა რომ დღეს აქ ყველანი ვინც მობრძანდით, თქვენი მოსვლაც ეს არის გამოხატულება რწმენისა, სიყვარულისა, რომ თქვენ არ შეგაშინათ სწორედ ამინდმა, არ შეგაშინათ აი ამ სირთულემ, სიცივემ და ღმერთმა დაგლოცოთ და ანტონ მარტყოფელმა ყველას დიდი წყალობა გაგატანოთ და ყველა თქვენი სათხოვარი თქვენთვის, თქვენი ოჯახებისთვის და სრულიად საქართველოსთვის შესმენილი ყოფილიყოს ანტონ მარტყოფლის შუამდგომლობით წინაშე ყოვლადწმინდისა სამებისა. ღირსი მამა ანტონ მარტყოფელი მრავალ განკურნავდა და მოაქცევდა ჭეშმარიტების გზაზე. დღემდე აღესრულება სასწაულები მის წმინდა სავანეში. დრო გამოშვებით მისი საფლავიდან კეთილ სურნელება ამოედინება. იკურნებიან რწმენით მოსულნი. საფლავის კანდელიდან წაღებული ზეთი სიწმინდია და კურნავს სულიერ და ხორციელ უძულურებებისაგან რწმენით მოსულთ. მონასტერი 64-ია დედამიწაზე. აქ აღვლენილ ლოცვას განსაკუთრებულად დიდი ძალა აქვს. როგორც წმინდა მამები გვასწავლიან, მონასტრის თავზე ზეცა გახსნილია. მე შევთხოვ ღირს ანტონ მარტყოფელს, ასურელ მამებს, რომ მათი ლოცვით კლავაც გაძლიერდეს ჩვენი ბერმონაზნობა. უპირველეს ყოვლისა შევთხოვ რომ მათ დალოცონ ჩვენი პატრიარქი, რომელმაც შეიძლება ითქვას აღადგინა სამონასტრო ცხოვრება, ისევე როგორც ასურელმა მამებმა თავიანთი მოღვაწეობით დასაბამი მისცეს მრავალი ათასობით ადამიანის სამონასტრო ცხოვრებაში მოსვლას. აი დღესაც ჩვენ ვართ მოწმე იმისა, რომ მრავალი ათასობით ადამიანი უკვე შეიძლება ითქვას შეუდგა სამონასტრო ცხოვრებას და კიდევ ბევრი ებზადება ამისთვის. და დღეს ჩვენი ეკლესიის მონასტრები, მამათა, დედათა მონასტრები არის სავანეები, სულიერი სავანეები, რომელიც სულიერად ასაზრდოებს ჩვენ სერს და აძლევს მას ძალას, რომ აი გაუძლონ ამ დღევანდელ განსასწრებებს და დაითმინონ ეს განსასწრებები. მე მინდა დავლოცო ყველა მღვდელმთავარი, რადგანაც ისინი ასევე ბერობის ჯვარს ატარებენ და ყველა ბერი და მონაზონი საქართველოში. ამ მამათა მონასტრის მამანი და ძმანი არქიმანდრიტი ბენიამინის წინამძღოლობით. ჩვენი ყველა მამათა მონასტრები აქ არიან წარმომადგენელნი ამ მონასტრებისა, ჯიხეთის დედათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი ანდრია, ჭიომღვიმის მამათა მონასტრის წინამძღვარი არქიმანდრიტი მიქაელი და დედები არიან, იღუმენიები არიან, ფერისვალების დედათა მონასტრის იღუმენია მარიამი, ბოდბის დედათა მონასტრის იღუმენია თეოდორა, დედა საბიანა ჭიხეთის მონასტრის წინამძღვარი და აი მე მინდა ყველა მათი სახით დავლოცო ჩვენი ბერმონაზნობა, რომელიც დღეს შეიძლება ითქვას, რომ ეს არის დიდი ძალა ჩვენი ერისა. მე მინდა განსაკუთრებით მადლობა უთხრა აი ამ გადაცემას, სატელევიზიო გადაცემას, რომელმაც რამოდენიმე ხანია, რაც არაჩვეულებრივი დაიწყო ასეთი ციკლი გადაცემებისა ჩვენი, ესე იგი, სამონასტრო ცხოვრების ამსახველი და ჩვენ ყველასთვის უცებ გახდა ძალიან გასაგები, რომ ეს სამონასტრო ცხოვრება, ეს არის ესეთი მნიშვნელოვანი მოვლენა და რომ იქ ცხოვრები ადამიანები არიან ადამიანები, რომელთა არსებობაც, რომელთა შემოქმედებაც არ არის მოწყვეტილი ამ ცხოვრებას, როგორც ზოგჯერ ეს ზედი შთაბეჭდილება, არამედ პირიქით
ვერ მონაზნობა ეს არის ადამიანები, რომელიც ცხოვრობენ სისხლსავსე ცხოვრებით. არ არსებობს სფერო ადამიანური მოღვაწეობისა, რომლითაც ისინი არ იყვნენ დაკავებულნი და რომ ისინი არიან აი ჩვენი სისხლი და ხორცი და რომ ისინი არიან საზოგადოების ერთ-ერთი ყველაზე ვთქვათ შემოქმედებითად ცხოვრები ადამიანები, რომელიც დღეს ძალიან ცდილობენ რომ აი ამ რთულ ვითარებაში გული არ გაიტეხონ და ასე ვთქვათ არ მიესცენ რაიღაც უიმედობას, სასოწარკვეთილებას და ახერხებენ ამას და აი ცხოვრობენ რაღაც ისეთივე გარემოში როგორც ყველა, მაგრამ მათ სულში არის ზეიმი. მათ ცხოვრება მათი არის სიხარული, ზეიმი და აი ეს არის მაგალითი იმისა თუ რას ნიშნავს, როცა ადამიანი ცდილობს იცხოვროს ღვთისცნებებით, იცხოვროს უფლის სიყვარულით, უფლისადმი სასოებით და რწმენით. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ თანდათანობით აი ეს სულიერი ცხოვრება მოიტანს დიდ ნაყოფს ჩვენი ერი. მე მივაქციე ყურადღება ერთ გარემოებას, რომ დღეს იყო სახარება წაკითხული, სადაც იყო ლაპარაკი ოჯახზე, ოჯახის სიწმინდეზე. და ხშირად ესეთი აზრი არის ხოლმე, რომ აი ხომ არ არის საშიში ერის გამრავლებისათვის, როდესაც ახალგაზრდა ადამიანები მიდიან მონასტერში და ხდებიან ბერები და მონაზვნები და ეს ერთი შეხედვით თითქოს მართლაც ხომ არ ჯობია რომ მათ შექმნან ოჯახები ადამიანმა შეიძლება იფიქროს. სინამდვილეში კი ეს ადამიანები მათი ლოცვით ოჯახი უფრო მტკიცე ხდება ოჯახი და უფრო მრავალშვილიანი ხდება ოჯახი, როდესაც ლოცულობენ აი ეს ბერები და მონაზვნები. ანუ ბერების და მონაზვნების სიმრავლე გაამრავლებს ერს და მოუტანს ერს სულიერ ძალას და ფიზიკურ ჯანმრთელობას. მათ ღვაწლს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს და ღმერთმა დალოცოს ჩვენი ბერ-მონაზვნობა ასურელი მამების ლოცვით, ღმერთმა გაამრავლოს მათი რიცხვი რიცხობრივად და აღამაღლოს ისინი სულიერად. შეგეძიოთ ღვთისი მამა ანტონი, მონასტერში მიმყოფები 10 წელიწადია. მადლობელი ვარ ღმერთის, რომ ეს კომისიების დროს გავიზარდე და არ ვიცოდი ცოდვა რა იყო რა ღვთი ყოველთვის წამდა და მადლობელი ვარ ღმერთის, რომ იმ დროს მოვესწარი, რომ ადამიანს შეუძლია გაიგოს ცოდვა რა არის და შეიძლება დაემორჩილოს ღმერთს და ჩვენი სწავლებით ქრისტიანული სრულყოფილი არის მარტო ღმერთი და როგორც საავადმყოფოა ერში სხეულის განსაკუთრებად ისე არის ეკლესია და მონასტერი სულის განსაკუთრებად და აქ ძალიან ბევრი ახალგაზრდები მოდიან სხვადასხვა კუთხიდან სულის საკუთრებად, მაგრამ აქ ორი სოფელი ხომ არის, თუ ვინმე ქურდია მოვიდა, გონია თუ ყველა ქურდები, თუ ვინმე ნარკომანი მოვიდა, გონია თუ ყველა ნარკომანი მოვიდა. აი ეს ექიმი რომ არის, ექიმთან ისამდე მოვიდეს, შრეკიანი, კილოიანი, შეიძლება სუნი აზრიოდეს ამტყობს, მაინც ყველასღებულობს. ასევეა მოწვარი და ასევეა მონასტერი ყველასღებულობს და თუ ამტყმა გაითვალისწინა ექიმის ის იკურნება სხეულით, ასევე თუ ადამიანი გაითვალისწინებს მოწვევს იკურნება სულით. ორივე მკურნალი სხეულის და სულის არის ღმერთი. მაგრამ შუამაბად არის მოძღვარი და ზოგიერთი მოძღვარს განეკითხავს არ მიდის წილაოცებზე, მაგრამ ჩვენი სწავლებით ქრისტიანული წმინდა ენსო იყოს მოძღვარი, როცა ეზიარებით თუ სინამდვილე არ გაქვს არაფერი გეშველება. უღრიც ისო იყოს მოძღვარი, თუ სინამდვილე გაქვს გეშველება და მე მოხარული ვარ იმისა, რომ გაჭედილია თბილისის ტაძრები, ასევე აქ ორი სოფელი რომ ამრევლი მატულობს. მადლობა ღმერთს. და ღვთისი მამის ლოცვით, აი როგორც წმინდანი იყო საქართველოსთვის, ასევე ამ 13 ასული მამების მოსვლით საქართველოში გაძლიერდა ქრისტიანობა და დიდი ზეგავლენა იყო ირანელებისა ჩვენზე. და ამ 13 ასული მამების მოსვლით ესე იგი სულიერება და ქრისტიანობა იგივე წმინდანის ტოფასი იყო, როგორც წმინდანო შემოიტანა ქრისტიანობა საქართველოში, ასევე ესე იგი დიდი ზეგავლენის ქვეშ იყო საქართველო და ახალ დიდი ზეგავლენის ქვეშა ამერიკელების მიყვარს, რუსების მიყვარს, მაგრამ ესე იგი თუ შენი ოჯახის წევრი არ გიყვარს
როგორ გიყვარება სხვა ასევე ესე იგი ეს ეროვნულობა, სარწმუნოება არ უშლის ადამიანს რომ უყვარდეს სხვა სარწმუნოების ხალხი პირიქით ქრისტე გვეუბნება რომ გიყვარდეს მტერი შენი ერთი ადამიანს ზოგჯერ ჩვენ სხვას არის მეცმერთი და ღმერთმა მოგცეს ესე იგი სიყვარულის ნიჭი, ერთგულება ღვთისადმი, როგორც ჰქონდა ჩვენ წინააღმდეგ 100.000 ეწამა ერთ დღეს. და მე ვჯერა რომ ეს სული უყურება ახალგაზრდები რომ მოდიან, სხვა ქვეყნიდან რომ მოდიან აქ, ბევრს უკვეს რომ ბრევლი ესე იგი აქ საქართველოში რომ მოდიან სხვა ქვეყნებიდან, უკვით რომ ახალგაზრდობა ძალიან ესე ბრევლი რომ არის ახალგაზრდები და სხვაგან უფრო მეტად მოხუცები და ხნიერი ხალხია და აი რომ ნათქვამია რომ საქართველოს გაწმენდება რა იგულისხმება ამაში რომ ის იგულისხმება რომ უმეტესობა ადამიანებისა მივა ღმერთთან და რასაც ხედავდა უსურვებ რომ ღვთის მამის ლოცვით ანტომატოფელის სრულიად საქართველოს მოსწავლე იყოს ღვთისკენ და თავისუფლება მხოლოდ შეუძლია ადამიანს მოსცეს ღმერთმა აი რო იყო ლინის მოედანი ახ არის თავისუფლების მოედანი და ეს თავისუფლება არასწორად გაგებულია. იყო ფორდიშვილი, მილიონერი შვილი იყო, ყველაფერი ნახა, ყველაფერი მოწოდა ცხოვრობდა მე-20 საუკუნეში და მოიკვე თავი. იყო წმინდა გიორგი, რომელსაც ექვსი ფიზიკური თავისუფლება არ ქონია. ეწამებოდა ფიზიკურად, მაგრამ სულით იყო თავისუფალი და ბედნიერი. ესე იგი, გულს, თავისუფლებას, ბედნიერებას აძლევს მხოლოდ ღმერთი. და ღმერთმა მოგცეს ყველას. ერთმა დაგუწევ და შეგეძლოთ მისი მამა ანტონ მარტონ ყოფილი. ამ მონასტერში როგორ მდგომარეობა? ამ წუთას ესე იგი მე ერთი მოწვარი ვარ არის 6 ბერი 4 კაბოსანი მორჩილი და სტუმრები ყოველთვის არის 15 კაცი 20 კაცი ჩებიან ერთი კვირით 10 დღით ზოგი 3 დღით მადლობა ღმერთს და როგორც თქვი ისე მკურნალი არის ღმერთი როგორ მკურნალი არის ღმერთი და იკურნება ის ვისაც სურვილი აქვს რომ დაემორჩილოს ღმერთს და ზოგიერთს ეს მორჩილება, ეს ათმისნების შესრულება მონობაგონია, მაგრამ ესე იგი კიდევ ვლაპარაკობ, რომ ჭიშმარიტი თავისუფლება საზრდებს ადამიანს მხოლოდ ღმერთი და ამისთვის არის მონასტერი და ეკლესია. დღეს ჩვენ საუბრობდით წმინდა მამებზე და აი მეუფე ნიკოლოზი ამბობდა, რომ აი დღეს არის ხსენება ასევე მაკარი დიდისა. 2 დღის წინ იყო ანტონი დიდის ხსენება და ის ამბობდა, რომ ნაკლები არ იყვნენ ანტონი დიდზე და მაკარი დიდზე ასურელი მამები. ასურელი მამები მეგობრობდნენ სიმონ მესვეტესთან და ითვლებოდნენ რომ ისინი თითქმის ერთი რანგის, ერთი დონის სულიერი მოღვაწეები და მოსაგრეები იყვნენ და აი რაოდენ დიდია სიყვარული აი ამ დიდი წმინდა მამებისა. მე მინდა ერთი მაგალითი გავიხსენო მაკარი დიდის ცხოვრებიდან. როგორ უყვარდათ მათ არათუ ადამიანი, საერთოდ ბუნება, როგორ მათ, ესე იგი, როგორი იყო საერთოდ მათი სიყვარულის ძალა და სიყვარულის, ესე ვთქვათ, აი, რაღაც სიღრმე. და რას ნიშნავს საერთოდ აი სიყვარული ადამიანში არსებული, მის გულში არსებული. აი თითქოს უცნაური მაგალითია, მაგრამ მათ უყვარდათ არათუ ადამიანი, ბუნება უყვარდათ. აი ყველაზე ესეთი შეიძლება ერთი შეხედვით უმნიშვნელო არსებებიც კი, აი წერებიც კი უყვარდათ. წარმოიდგინეთ, ერთხელ მაკარი დიდი იყო გასული უდაბნოში და სადღაც იგი მას სხეულზე ყოღომ დააჭდა და უკბიდა ყოღომ. და ავტომატურად მაკარი დიდმა ხელი დაიწყა, ესე იგი, სხეულზე და ეს ყოღომ მოკლა. და წარმოიდგინეთ, ესე იგი, რამდენად განიცადა მან ეს, რამდენად ესე იგი დამწუხრდა და ჰქონდა სინანული, რომ თავის დასჯის მიზნით გავიდა ისეთ ჭაობიან ადგილას, სადაც ძალიან ბევრი ყოღოები იყვნენ. წელს ზემოთ გაიხადა და დაჯდა. და იჯდა მანამ, სანამ არ წაიქცა გონება დაკარგული, რომელიც ყოღოებისგან იყო სულ დაკვენილი. აი ასე დაისაჯა თავის თავი. ასე განიცადა მან აი ერთი წერის ასეთი ვთქვათ სიცოცხლის ღელყოფა და აი რა ასეთი დიდი სიყვარული ჰქონდათ მათ და ასეთი დიდი სიყვარული გადაარჩენს საერთოდ ნებისმიერ ადამიანს და ჩვენ პატრიარქი ხშირად ამბობს რომ ჩვენ ღმერთმა დაგვაჯილდოვა ყველაზე დიდი სიმდიდრით, სიყვარულის ნიჭით, სიყვარულის უნარით და ჩვენში არის ეს უნარი და
ბოროტი ძალად ცდილობს რომ ეს უნარი ხანდახან შესვალოს გულგრილობით, ხანდახან სიძულვილითაც, მაგრამ როგორც თქომია ბოროტსა ძლია კეთილი და ჩვენ წამს რომ საქართველოში სიყვარული გაიმარჯვებს გულგრილობაზეც და სიძულვილზეც და აი სიყვარული ეს არის უარყოფა საკუთარი თავისა, როდესაც ჩვენ ნამდვილი სიყვარული ნიშნავს, როდესაც ჩვენ იკლებ და სხვას აძლევ და ამით ხარო. ეს არის ერთადერთი ბედნიერება, ერთადერთი ჭეშმარიტი განცდა ბედნიერებისა. აი შემოქმედება, როცა შენ გასცემ უფლის სიყვარულს, მოყვასის სიყვარულს, სამყაროს სიყვარულს და ღმერთმა მოგცეს აი ეს დიდი სიყვარული, ჩვენი დიდი ღირსი მამების ლოცვით და ღმერთმა ინებოს რომ საქართველოში აი სულ მალე ჩვენ ის კი არ ვიჭირს რომ რაღაც ეკონომიკური გაჭირვებაა დღეს საქართველოში, არა, ჩვენი მთავარი გაჭირვება არის ის რომ ჩვენ სულიერად ვართ ღარიბი. აი ეს უნდა გვახსოვდეს და სახარებაში უფალი ბრძანებს გამდიდრდებოდით ღვთისა მიერ. აი ეს მხოლოდ ღირს მამა ანტონ მარტყოფელს, ღირს მამა მაკარიდიც, ანტონიდიც რომ მოგვანიჭონ სულიერი სიმდიდრე, სულიერად გაგვამდიდროს, სიყვარული მოგცეს. ღმერთმა გაგახაროთ. მე მინდა თქვა ისიც რომ აი ხშირად ეს ანტონობა კაცრია ხოლმე, ქარი იცის, თოვლი იცის, აი გუშინ თითქოს დილას მზე იყო და საღამოს უცებ ქარი ამოვარდა, თოვლი მოვიდა. ხო და მე ვეუბნებოდი მამებს, რომ ანტონი დიდმა კაცრი ცხოვრებით მოიპოვა სული წმინდა, მოიპოვა სიხარული, მოიპოვა ცხოვნება და აი ჩვენს ამიტომ გვიგზავნის ამ კაცრ ამინს რომ ჩვენს უნდა რომ გაგწვიდოს, ჩვენს უნდა რომ მოგვაპოვებინოს ეს მადლი და მე მინდა გითხრათ რომ ყოველი თქვენთაგანი რომელიც აქ მობრძანდით თქვენ ყველამ გარკვეული მსხვერპლი გაიღეთ, ღვაწლი აღასრულეთ და მე მინდა რომ ასწილად მოგაგოთ ანტონ მარტყოფელმა, შეგიწიროთ თქვენ და ღმერთმა გაგახაროთ და აგავსოთ სიხარული. ისი მამა ანტონ მარტყოფელის სავანე არის უძველესი მე-6 საუკუნის სავანე და იგი არის ციხესიმაგრე სულიერი საქართველოსი და ჩვენ ბედნიერი ვართ რომ დიდი განსაცდელების შემდეგ საქართველოში ისევ სამონასტრო ცხოვრება აღორძინების გზაზე დგას და მისი უწმინდესობის სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის ილია მეორის ლოცვა-კურთხევით ისევე როგორც სხვა სავანეები აქაც აღდგა სამონასტრო ცხოვრება, ხოლო მას შემდეგ რაც ჩვენ მოგვიწია აფხაზეთის დატოვება პატრიარქის კურთხევით ეს სავანე გახდა ცხუმ-აფხაზეთის რეზიდენცია, ეპარქიის რეზიდენცია და ჩვენ იმედი გვაქვს რომ ანტონ მარტყოფელი შეგვეწევა აფხაზეთში დაბრუნების საქმეში და ჩვენ ყველას ულოცავთ ანტონ მარტყოფელის დღესასწაულს და უსურვებთ რომ ღირსი მამის ლოცვით ერთმა მოანიჭოს საქართველოს მშვიდობა, გამთლიანება და გამწყნობა. ამინ. დაგლოცავთ და მოგილოცავთ ანტონ მარტყოფელის ხსენებას ღირსი მამისას და შეგვეწიოს იგი რომ ჩვენ და ჩვენს გვერდში მყოფი ხალხი ყველანი ესე ქრისტიანული ცხოვრებით ცხოვრობთ. წმინდა ანტონ მარტყოფელი ერთ-ერთი 13 ასურელი მამათაგანია, რომლებმაც შემოიტანეს საქართველოში ეს ბერობის ინსტიტუტი. აქამდეც კი არსებობდა საქართველოში წმინდანინო იყო და წმინდანინომ დანერგა ალბათ პირველად ალბათ ესე ცხოვრების წესი, მაგრამ მათ ესე მასიურად შემოიტანეს ეს ცხოვრების წესი მთელ ქვეყანაში, გაამტკიცეს, გააძლიერეს რწმენაში მთელი საქართველო და ღმერთმა ინებოს რომ ესე იგი დღესაც ეს საქართველოში ეს ბერმონაზნობა გამრავლებული იყოს, აყვავებული იყოს და გაძლიერებული იყოს. ხელთუქმნელი ხატი რომელიც ჩამოაბრძანა ანტონ მარტყოფელმა ეს იყო ხატი რომელიც გადავიდა ეს არის ხელთუქმნელი ასლი რომელიც გადავიდა კეცზე და ეს კეცზე გადასული ხელთუქმნელი ასლი
ჩამოაბრძანა ანტონ მარტყოფელმა ღვთის განგებით იგი მისი ადგილსამყოფელი ჯერ არ არის ცნობილი, მაგრამ ჩვენ ვწამს რომ როცა უფალი ინებებს ჩვენ გამოგვიცხადებს ამ ადგილსამყოფელს და ეს იქნება კიდევ ერთი სულიერი გამდიდრება, ძველი საუნჯის დაბრუნება ჩვენ ეკლესიაში და ეს ხატი არის მკურნალი, სულიერი და ხორციელი უძლურებისაგან, ავანტყოფობისაგან, სნეულებისაგან და მის წინაშე ლოცვა და ვედრება დიდად შეეწევა სრულიად საქართველოს. მადლობა ღმერთს, რომ ესე იგი მაშინ როდესაც სულ 14 წლის უკან თითო როლამდელი იყო, ახლა მონასტრები მრავლდება და ჩვენ იმას კი არ ვლაპარაკობთ, რომ ესე იგი ჩვენ ბერები ვარ და ესე იგი სხვებზე უკეთესები ვართ. ალექსი ღვთისკაცი იყო, ერისკაცი და ღმერთთან იყო. შეიძლება ბერი იყოს ადამიანი და ღმერთთან არ იყოს, მაგრამ აქ იმის საშუალებაა, რომ ადამიანს მეტი დრო აქვს, რომ ღმერთი ადიდოს, ნაკლები საზრუნავი აქვს მატერიალური და მადლობა ღმერთს, რომ ღმერთმა მომიყვანა თავის სახლში. ღმერთმა დაგოცო და შეგეძიოთ ღვთისი მამა ანტონ მარტყოფელი. ჩვენთან ასმერთ. ხან ვიგალობეთ მრავალჟამიერი. საქართველო მადლით სავსე ქვეყანაა. მისი ყოველი კუთხე ღვთიური სასწაულებითაა დახუნძლული. მას მხოლოდ მოვლა პატრონობა და დაფასება სჭირდება. შენარჩუნება სჭირდება ისევ ჩვენს გადასარჩენად. ჩვენ კი ქართველებმა რა ცოტა ვიცით ჩვენ შესახებ. უცხოურ ამბებს უფრო მეც ვსწავლობთ ვიდრე ქართულს. უცხოეთში მეტი ქართველი დადის ვიდრე ქართულ სიწმინდეებზე. ღვთის დიდებასა და მსახურებას ისევ უნიჭო უცხოური გართობა გვირჩევნია. არადა დამერწმუნეთ, მთავარია ქართველ კაცს ფესვები გაუცოცხლოთ, გავაგებინოთ ქართული ატმოსფერო, მისი სწორუპოვარი ენა ლაზარე, მითიური სუნთქვა, ღვთაებრივი ისტორია, ქართლის ცხოვრება, ჯიშის შეგრძნება და სისხლის ძახილი რომ მას აესხმება ფრთები მამულის სიყვარულისა და უმალ იქცევა ფარად მის დასაცავად. წმინდა მამა ანტონ მარტყოფელო, შეავედრე ჩვენი ერი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს. დაგლოცე და გაგვაძლიერე ღვთის სადიდებლად და სამსახუროდ. So